4000 წლის წინ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის შორეულ კუნძულზე უკანასკნელმა ბეწვიანმა მამონტმა დალიასული. მისი სახეობები გადაშენდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატის ცვლილებას და ადამიანის აქტივობებს. დღეს კლიმატის კრიზისის ზღვარზე ყოფნისას მეცნიერები ამ უძველესი არსებების დაბრუნებას ცდილობენ. რადგან თვლიან, რომ ისინი კლიმატის პრობლემებთან ბრძოლაში დაგვეხმარებიან. ფოკუსშია არქტიკული დაბლობები, სადაც ტრილიონ ტონაზე მეტი მკვდარი მატერია გაკინულ ნიადაგშია მოქცეული, რომელსაც მუდმივად მზრალი ნიადაგი ეწოდება. ათასობით წლის განმავლობაში მუდმივი ყინვა მოქმედებდა როგორც ერთგვარი გლობალური საკინული, რომელიც მკვდარ მცენარეებსა თუ ცხოველებს რპობისგან იცავს და ნახშირბადს ატმოსფეროში გამოთავისუფლების საშუალებას არ აძლევს. მაგრამ მზარდი გლობალური ტემპერატურა მუდმივად მზრალი ნიადაგის დნობას იწვევს, თანაც საგანგაშო ტემპით. თუ დაუშვებთ დნობას, მივიღებთ ღია საკინულეს და გაფუჭებულ შიგ-თავს. მუდმივად გაკინული ნიადაგის ქვეშ დაახლოებით ორჯერ მეტი ნახშირბადია ჩაკეტილი, ვიდრე ამჟამადაა დედამიწის ატმოსფეროში. ამ ნახშირბადის მხოლოდ ნაწილის გამოყოფაც კი შეიძლება დამღუპველი იყოს ჩვენი პლანეტის თითოეული ბინადარისთვის. გადაშენებამდე მამონტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მუდმივად მზრალი ნიადაგის შენარჩუნებაში. ისინი ნიადაგს თოვლისგან და ახალი ხეებისგან ათავისუფლებდნენ. ნიადაგს კი ცივი ჰაერისთვის ხელმისაწვდომს ხდიდნენ. შედეგად ნიადაგი მუდმივად ყინვის ქვეშ ნარჩუნდებოდა. გადაშენების შემდეგ არქტიკული ლანდშაფტი გარდაიქმნა. ტყეებმა და ბუჩქებმა მეტი სითბო შთანთქა და ხელი შეეწყო მუდმივი ყინვის გაქრობას. მეცნიერებმა გაკინული მამონტების ქსოვილების აღება შეძლეს და ახლა სპილოსა და მამონტის ჰიბრიდის შექმნის ზღვარზე არიან. ამ არსებების არქტიკაში ხელახლა გაშვებამ შეიძლება შეცვალოს მიმდინარე ტენდენცია და თავიდან ავირიდოთ კლიმატური კატასტროფები მუდმივი ყინვის კვლავ შენარჩუნებით. ყველაფერი აზიური სპილოთი იწყება, რადგან მისი დნმ-ის 98%-ზე მეტი ბეწვიან მამონტთან საზიაროა. მათი გენომის ერთმანეთთან შედარებით შეგვიძლია გამოავლინოთ განსხვავებები გენეტიკურ კოდში. შემდეგ კი გენის რედაქტირება გამოვიყენოთ, რათა სასურველი მუტაციების ტრანსფერი შევძლოთ. გენი TRPV3 მოდიფიცირებული იყო თავად მამონტების მიერ, რათა უფრო ხშირი თმა ჰქონოდათ და სიცივისგან უკეთ იზოლირებულიყვნენ. ამ მუტაციის სპილოს უჯრედებში კოპირებამ შეიძლება გააქტიუროს სიცივეზე ადაპტირებული თვისებები. შემდეგ, გენური რედაქტირებით მიღებული უჯრედების კლონირება უკვე შესაძლებელი იქნება, რათა ემბრიონები მივიღოთ სუროგატი დედა სპილოებისთვის.
ამ მცდელობის სათავეში სტარტაპი Colossal Bioscience დგას, რომელიც 2028 წლისთვის მიზნად ისახავს პირველი ჰიბრიდული არსებების შექმნას. იმისათვის, რომ კონცეფცია დაედასტურებინათ, ცოტა ხნის წინ ბეწვიანი თაგვები შექმნეს, რომლებსაც ბეწვიანი მამონტების მსგავსი თმის საფარველი აქვთ. აღნიშნულს თაგვების გენომში შესაბამისი გენის რედაქტირებით მიაღწიეს. სტარტაპის სამოქმედო გეგმა მოიცავს ხელოვნური საშვილოსნოს შექმნასაც, რათა ემბრიონების ზრდის საშუალება მივიღოთ და სუროგატების აუცილებლობა მოიხსნას. კომპანია ასევე გეგმავს შექმნას ბიოლოგიური სარდაფები, ბიოარქივები, რომლებიც ცოცხალი სახეობების ათასობით ქსოვილის ნიმუშს შეინახავს, რაც კატასტროფის შემთხვევაში ბიომრავალფეროვნების აღდგენის საშუალებას მოგცემს. გადაშენებული სახეობების აღდგენის ტექნოლოგიებმა შეიძლება მეტი სარგებელი მოგცე, ვიდრე უბრალოდ სახეობების აღდგენაა. ამ ტექნოლოგიებს შეუძლიათ დაიცვან გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, გააუმჯობესონ სოფლის მეურნეობა, აღადგინონ ეკოსისტემები და შეარბილონ დაავადებების გავრცელება და არსებობა. გენის რედაქტირების სრულყოფა ადამიანის ჯანმრთელობაში უზარმაზარი მიღწევების საწინდარი იქნება. თუ ეს ტექნოლოგიები შეასრულებენ დანაპირებს, მაშინ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლე და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კლიმატური კატასტროფა და გავაცოცხლოთ ლეგენდარული არსება, რაც დედამიწის, სიცოცხლისა და კაცობრიობის ურთიერთობის ახალ ფურცელს გადაშლის.